საქართველოს რესპუბლიკის კანონი საქართველოს რესპუბლიკაში გარდამავალი პერიოდის გამოცხადების შესახებ. საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭო აცხადებს საქართველოს რესპუბლიკაში გარდამავალ პერიოდს და ამასთან დაკავშირებით ადგენს. შეტანილი იქნეს საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის კონსტიტუციაში ძირითად კანონში შემდეგი ცვლილებანი. პირველი, პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგნაირად. საქართველოს სახელმწიფოებრიობა საუკუნეებს მიღმა იღებს სათავეს, რომელიც მე-19 საუკუნის დასაწყისში უცხო ძალის ჩარევის შედეგად იქნა დაკარგული. ქართველი ხალხი არასოდეს შეგუებია სახელმწიფოებრიობის დაკარგვას. 1917 წლის თებერვალში დაემხო რუსეთის იმპერია, რამაც ქართულ ხალხს შესაძლებლობა მისცა 1918 წლის 26 მაისს დამოუკიდებლობის აქტის გამოცხადებით აღედგინა საუკუნეზე მეტი ხნის წინ რუსეთის თვითმპყრობელობის მიერ გაუქმებული სახელმწიფოებრიობა. ქართველმა ერმა თავისი პოლიტიკური ნება განახორციელა 1919 წლის 12 მარტს, როდესაც დამფუძნებელი კრების პირველ სხდომაზე ქვეყნისა და ისტორიის წინაშე აღიარა და დაადასტურა ადრე მიღებული დამოუკიდებლობის აქტი, შემდეგ კი 1921 წლის 21 თებერვალს მიიღო საქართველოს კონსტიტუცია. 1921 წლის თებერვალ-მარტში საბჭოთა რუსეთმა უხეშად დაარღვიარა 1920 წლის 7 მაისის სამშვიდობო ხელშეკრულება, შეიარაღებული აგრესიის გზით მოახდინა საქართველოს ოკუპაცია, რასაც შემდგომში მოჰყვა მისი ფაქტობრივი ანექსია. საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში საქართველოს იძულებითი ყოფნის მთელი პერიოდი აღინიშნა სისხლიანი ტერორითა და რეპრესიებით 1924, 1936-38, 1950-51, 1956 წლები. რისი უკანასკნელი გამოვლენებაც იყო 1999 წლის 9 აპრილის ტრაგედია. ამ მოვლენამ თავისებურად თვისობრივად ახალ ეტაპზე აიყვანა საქართველოში ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობა. ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ეტაპი დასრულდა 1990 წლის 28 ოქტომბერს, როდესაც საქართველოს უზენაესი საბჭოს მრავალპარტიულ დემოკრატიულ არჩევნებში გაიმარჯვა ეროვნულმა ძალებმა. ამით დაიწყო გარდატეხის ხანა, რომელიც უნდა დაგვირგვინდეს საქართველოს სრული სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტი. ახალი კონსტიტუციის შემუშავებამდე საქართველოს არსებული კონსტიტუცია სათანადო ცვლილებებითა და დამატებებით